დალი უკვე ვთქვით და კიდევ ვიმეორებთ რომ გუშინ 29 სექტემბერს იყო გულის საერთაშორისო დღე. გული ეს ყველაზე მთავარი ორგანო, მისი მდგომარეობა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ქცევასთან. ანუ როგორ ვიკვებებით, როგორ ვიქცევით, როგორ ვექცევით გულს, როგორ უმკლავდებით სტრესებს, როგორ ვარჯიშობთ, ანუ ვარჯიშობთ თუ არა საერთოდ. საერთოდ ცნობილია რომ გულსის ზარღვთა სისტემის პრობლემებმა ყველაზე მაღლა აიწია და მთავარი სიკვდილიანობის მიზეზი სწორედ ეს გახლავთ, მაგრამ სტატისტიკა უჩვენებს და ექსპერტებიც ამტკიცებენ, რომ ეს შეიძლება დავწიოთ და საერთოდ ყველაზე დაბალ დონეზე დავაყენოთ, იქიდან გამომდინარე თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ კიდევ ერთხელ. გუშინ დაიწყო როგორც გითხარით ეს ერთკვირეული პროგრამა, რომელიც ჩვენში ადამიანებში ემსახურება ცნობიერების გაზრდას. როგორია ჩვენთან სტატისტიკა, როგორ უნდა ვიქცეოდეთ, რა დარიგებებს მოგვცემს კარდიოლოგი ამასთან დაკავშირებით დღეს სტუმრად გვყავს საქართველოს მედიცინის ფლაგმანის ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკის კარდიოლოგი ქალბატონი ნანო ემუხარე. დილამშვიდობისა ნანო. დილამშვიდობისა. ძალიან გვიხარია თქვენი გამოჩენა ჩვენს ეთერში. ნამდვილად. დავიწყოთ მაშინ რა რეალობა გვაქვს დღეს ამ ხრივ საქართველოში. კი ბატონო, გულსის გარღვთა დაავადებები ზოგადად მსოფლიო პრობლემა არის და ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს სამწუხაროდ საქართველოშიც. ძალიან გავრცელებული არის და ეს დაკავშირებულია სხვადასხვა რისკ ფაქტორებთან, რომელიც რა თქმა უნდა არის ზოგადი და მათი აღმოფხვრა არის საშუალება გვაქვს ის რომ აღმოფხვრათ დროულად. ამიტომ არის მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი რისკ ფაქტორები. ჩვენ ზემოქმედება შეგვიძლია მავნე ჩვევებზე. თუ გვაქვს მაღალი წნევა, ამის რეგულირებას რომ მოვახდინოთ, ეს უკვე შეამცირებს ამ რისკებს, რა თქმა უნდა. მათ შორის ჭარბი წონა და ასე შემდეგ. სტატისტიკურად უფრო მამაკაცებშია ხშირად ეს დაავადებები, ანუ ზოგადად გულსიცხთავთა დაავადებების გავრცელება. თუმცა ბოლო რამოდენიმე წელი ქალბატონების პოზიციას ართმობენ სამწუხაროდ ისევ და ისევ ამ რისკ ფაქტორების გავლენის გამო. წამყვანი მათ შორის არის თამბაქოს მოწევა, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, უბრალოდ როდესაც არის თავიდანვე ვიცით რომ არის რაღაცა სიმპტომატიკა, თუნდაც მსუბუქი, დროულად მიმართვა ექიმთან, დროულად ამის გამოვლენა, დღევანდელ დღეს გვაძლევს საშუალებას დროულად დავეხმაროთ პაციენტს, რომ არ მივიდეს უკვე ქრონიკულ დაავადებაში, არ გადაიზარდოს ეს პრობლემა და მოგვარდეს ნაადრევად. და შესაბამისად ამ ყველაფერში გვეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები, თანამედროვე ლაბორატორიული მონაცემები, ტესტები. რომლის საშუალებით ეს შეგვიძლია, რომ დროულად დავადგინოთ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და უკვე მივხედოთ, რა თქმა უნდა, რომ არ გადაიზარდოს უფრო სერიოზულ პრობლემაში. ერთ-ერთი ესეთი კვლევები, ანუ რაც არის, ეს არის კარდიოგრამა, გულის ეხოსკოპი, ასე შემდეგ, მაგრამ ქირურგიულ ნაწილამდე გვაქვს კორონარული არტერიების კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოკვლევა, რომელიც არაინვაზიურია. შესაბამისად, ანუ არ არის პრობლემა ამის გაკეთების და ეს კი ძალიან დიდი ინფორმაციას გვაძლევს, რა მდგომარეობაშია თვითონ სისხლძარღვები, გულის უშუალოდ და ამის მიხედვით უკვე თერაპია ნაადრევად იწყება, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ეს ტომოგრაფიაზე საუბრობთ, აი კორონაროგრაფია უფრო ზუსტ მონაცემს იძლევა თუ მაინც შეგვიძლია ტომოგრაფიას ვენდოთ? ანუ ნახეთ, კორონაროგრაფია არის ინვაზიური, არაინვაზიური. კომპიუტერული ტომოგრაფიით რაც გვაქვს, ხო ეს არაინვაზიურია. და ანუ უფრო ამას მიმართოთ ხშირად, თუნდაც ჩვენს კლინიკაში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, ანუ კომპიუტერული ტომოგრაფიით ხდება, არ ხდება ანუ ქირურგიულ განყოფილებაში პაციენტის მოთავსება და ასე შემდეგ, ანუ ჩარევა არ ხდება ინვაზიური. მე ვიცი რომ თქვენთან ახალი ეხოსკოპია თუ არ ვცდები, რომელიც კორონოგრაფიას ცვლის გარკვეულ ეტაპზე, არა? ნახეთ, გულის ეხოსკოპიის თანამედროვე გვაქვს, რა თქმა უნდა, აპარატი, რომელიც ძალიან ზუსტია და ძალიან კარგი ინფორმაციას გვაძლევს. უბრალოდ სისხლძარღვებზე თუ საუბრობთ, კორონაროგრაფიაშიც გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატი, რომელიც ასევე ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს, რა ტიპის დაზიანებაზე არის, თუ არის დაზიანება.
ან ათეროსკლეროზული ცვლილებები აქვს თუ არა. ანუ გვაქვს რამოდენიმე და თანამედროვე ახალი აპარატი რაც გვაქვს, რა თქმა უნდა, უფრო ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს და ძალიან სწორს. იცით რა მაინტერესებს? დავუშვათ ეს უკვე ვისაუბრეთ იმაზე, მას მერე რაც მივმართეთ, ასე ვთქვათ, კლინიკას და გავიარეთ, მაგრამ აი მანამდე სიმპტომები ახსენეთ, ხო? აი ამ კიდევ ერთხელ მაყურებელს რომ შევახსენოთ, ალბათ ბევრისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად არის ყველა ის სიმპტომი ცნობილი, რაც შეიძლება ახლავდეს სხვადასხვა დაავადებას, მაგრამ მაინც რომ ვისაუბროთ სიმპტომებზე. რას მივაქციოთ ყველაზე მეტად ყურადღება? კი ბატონო, ნახეთ, ანუ ყველაზე ესეთი წამყვანი ანუ პოზიცია ამ გულსისხლძარღვ დაავადებებში ეს არის არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ყველასთვის ცნობილი არის, გულის იშემიორ დაავადება მათ შორის და სხვა. ამ ორს თუ განვიხილავთ ყოველ შემთხვევაში, ხო? არტერიული წნევის მაღალი ციფრები. ეს უკვე ნიშანს გაძლევს, თუნდაც არ გრძნობდე, მაგრამ თუ შენ ამას აკონტროლებ და ყველამ უნდა იცოდეს თავისი ნორმა, წნევის რამდენი არის, ხო? ამ შემთხვევაში უკვე იცი, რომ რაღაცაშია პრობლემა, რადგან მაღალი ციფრები გიფიქსირდება, ხო? ეს ერთი. თუ თქვა უკვე შეგრძნებადია თავის ტკივილი, კეფის მიდამოში, შუბლის მიდამოში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, თქვა ხელების დაბუჟება და ასე შემდეგ, თავბრუსხვევა ზოგ შემთხვევაში არტერიული ჰიპერტენზიასთან უფრო კავშირში არის ხოლმე. თუ გულის იშემიორ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მანდ უკვე ქალბატონებში უფრო მეტად არის ხოლმე წვის შეგრძნება, ზოგ შემთხვევაში არის ხოლმე მამაკაცებში უფრო ძლიერი მოჭერის შეგრძნება, irradiatsiით მარცხენა ხელში, მარცხენა ბედში, მაგრამ არის სიმპტომები, რომელიც არ არის კლასიკური. მაგალითად, დიაბეტი როცა აქვს პაციენტს, ხო, შეიძლება არ ქონდეს ტკივილი. და უფრო იყოს ქოშინი, ადვილად დააღლა. ანუ როდესაც გაქვს შაქიანი დიაბეტი, დიდი ალბათობა რომ გულთან დაკავშირებით ეს პატარა პრობლემები უკვე მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე უნდა მიხედო ამასაც. ჩირვილების ლოკალიზაციაც ძალიან სხვადასხვა არის. თან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აი ყბა გტკივა, ყური გტკივა და ამ დროს კარდიოლოგიასთან გვაქვს საქმე, ხო, კარდიოლოგიაც ხო ერთ-ერთი გავრცელებული. კი, საკმაოდ ხშირი იყო, დიახ, როდესაც ეპიგასტრალურ კუჭის არეში ტკივილი ჰქონდათ და კუჭნაძლავის პრობლემა ეგონათ და ამ დროს კარდიოლოგიური სტენოკარდიული შეტევა იყო და სამწუხაროდ ინფარქტით უკვე სრულდება. აქედან გამომდინარე პირველი რიცხავენ გულს. ყოველთვის ასე, იმიტომ რომ ყველაზე მწვავეა, ყველაზე სერიოზული აქედან გამომდინარე და ჭირდება ამას გამორიცხვა. ასე რომ თავიდანვე როცა გაქვს რაღაცა, თუნდაც მინიმალური ჩივილი, უნდა ნახო რა პრობლემასთან გაქვს საქმე. მაღალი წნევა და არეგულირე. თან აქ საუბარი არ არის ყოველთვის ეგრევე მედიკამენტებზე, ხო? აი ამ მავნეჩვევების რეგულირებით, ამის მოწესრიგებით უკვე გავშენ საშუალება, რომ მოიწესრიგო და თვითონაც შეგრძნებით იქნები ბევრად უკეთესად. ანუ გამოჯამთელება შეგვიძლია თვითონ საკუთარი თავითაც. ეს არის თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, ჭარბი ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, მარილიანი საკვებისგან თავის შეკავება და ასე შემდეგ. ჭარბი წონა ამის ყველაფრის მოწესრიგება, რომ ცოტა დავიკლოთ, რომ აი ჯანსაღ თქვენს წონაზე იყოთ. ჰიპოდინამია მათ შორის ერთ-ერთი, ანუ ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. ხო არის ასეთი ანუ მოსაზრება, ასე ვთქვათ, რომ დღეში 30 წუთი უბრალოდ სეირნობა არ არის აუცილებელი სირბილი და ფიზიკურად დატვირთვა. ეს კარგად ადგება ჩვენს გულს. ხო და რამდენად სიმართლეა ეს? სიმართლეა, ნამდვილად სიმართლეა, იმიტომ რომ აქტივობა ფიზიკურში არ იგულისხმება საბაჟიშო დარბაზში სიარული, ნამდვილად არა. თუნდაც გარეთ, თუნდაც სახლის გარშემო, თუნდაც სუბუქად, მაგრამ ანუ სწრაფი სიარული, მაგრამ თავიდან ნელ-ნელა დაწყება, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, სიარული, მერე სწრაფი სიარული და ასე შემდეგ. სირბილზე ყოველთვის არ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა. ფიზიკური აქტივობის დაწყება უპირველეს ყოვლისა და მერე უკვე დანარჩენი დინამიკაში დაგვირება. აი პრევენციაზე წამოვიდა, ეხლა საუბარი და ჩვენ სეირნობაზე ქონდა გამახვილებული ყურადღება. კიდე რა შეიძლება ურჩიოთ ჩვენს მაყურებელს პრევენციისათვის? ცხოვრების ჯანსაღი წესის რომელი გამოვლენებები? კვების მოწესრიგება, პირველი, დიახ. ფიზიკური აქტივობა რაც ვახსენეთ კი, მაგრამ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნუ მავნეჩვევები, რაც თამბაქო, ალკოჰოლის კუთხით ეს აუცილებელია, რომ ორჯერ ამცირებს თამბაქოს შეწყვეტა გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ორჯერ ამცირებს, სამჯერ ამცირებს და ძალიან დიდი შედეგია რეალურად. კვებიდან გამომდინარე, ანუ ქოლესტერინის დონე სისხლში თუ ვიცით და ის თუ მომატებული არის, უპირველეს ყოვლისა ეს არის ცხიმიანი საკვების შეზღუდვა. მარილიანი საკვების შეზღუდვა ეს უკვე წნევის მოწესრიგებაში გეხმარება. ანუ აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში უკვე ძალიან დიდ შედეგს გვაძლევს, სანამ წავალთ მედიკამენტურ თერაპიაზე. ანუ ეს ცხოვრების წესის, ჯანსაღი ცხოვრების წესის აი ეს ნორმალიზება. ანუ აი თქვენი აზრი მაინტერესებს. ხშირად მწველები, რომლებიც ორკოლობს მაინც ეწევიან, სულ ცოტა უჩივიან იმ ამბავს, რომ აი დავანებეთ სიგარეტს, თავიო უცებ და ამან პრობლემები გაგვიჩინაო. არის თუ
თუ არა ეს სტრესის გარკვეული ფაქტორი, როდესაც ადამიანი მთელი ცხოვრება ეწევა და მე უცებ ანებებს სიგარეტს თავს. ნახეთ კი, ანუ თამბაქო არის მავნე ჩვევა. ეს არის ასე. ეს ნარკომანიის ერთ-ერთი გამოვლინება მე კიდევ შეგვიძლია და შეწყვეტა რთულია ზოგიერთი პაციენტისთვის, ზოგიერთისთვის მაგალითად ჩემი მაგალითზე გქონდით ჩემი პაციენტი, რომელიც 40 წელი თამბაქოს ეწეოდა, გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი. იმ დღიდან მას არ მოუწევია არც ერთი ღერი. შედეგს ხედავს თვითონაც. მე ალბათ არც უნდა კი, უბრალოდ ნახეთ რა მომენტია. თამბაქოს შეწყვეტაზე ზოგ შემთხვევაში, თუმცა წლების განმავლობაში ეწევა პაციენტი, არის უეცარი შეწყვეტა, ხველას იწვევს, იმიტომ რომ სპაზმური ხველა არის, ეს ზოგჯერ ხდება, ყველასთან არა. ხშირ შემთხვევაში უფრო არის, რომ უჭირთ შეწყვეტა. ეს არის უფრო მეტად. და ამ შემთხვევაში სტრესი თითქოს ეხმარება მათი წარმოდგენით, რომ თამბაქოს ვეწევი, ნაკლებს ნერვიულობ. არ არის კორელაციაში დიდად. ეს არის მართლაც მავნე ჩვევა. ამ შემთხვევაში უფრო დამოშტებელი ფიზიკური აქტივობა რაღაცით უნდა ჩავანაცვლოთ ამ სიტუაციაში, რომ თამბაქოზე არ იყოს დიდი აქცენტი. მაგრამ შეწყვეტა არის აუცილებელი, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი რისკ ფაქტორი გულსისხლძარღვთა დაავადებებში. ხო, აი თქვენც ახლა ისაუბრეთ რისკ ფაქტორებზე, ბევრი ჩამოვთვალეთ რასაკვირველია, მაგრამ ხომ არსებობს ასევე გენეტიკური მიდრეკილებაც, ხო? კი. არარეგულირებაში შედის ესენი, დიახ. ეს ყველა რაც სახამდე ჩამოვყალიბეთ, ეს არის რაზეც ჩვენ შეგვიძლია ზემოქმედება და გვაქვს სქესი, გენეტიკა, კი ბატონო და ასაკი. ესენი რაზეც ჩვენ ვერ ვმოქმედებთ. აი, რამდენად მნიშვნელოვანია გენეტიკური მიდრეკილება სტატისტიკურად როგორ? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პაციენტი, რომელიც თქვა ფიზიკურად აქტიური არის, მავნე ჩვევები არ აქვს, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ გენეტიკურად არის დატვირთული, ხო? მშობლებს ჰქონდა, ბებიას, ბაბუას ჰქონდათ გულსისხლძარღვთა დაავადებები, მაინც ალბათობა ძალიან მაღალია, რომ მასთანაც განვითარდეს და ზოგ შემთხვევაში და ხშირად ვითარდება კიდევაც. ამიტომ ნაადრევად ამის მიხედვა უკვე ეხმარებათ, რომ არ გართულდეს ეს სიტუაცია. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა გენეტიკას კი, ნამდვილად კი. და ასაკზეც რო ვთქვათ, როგორც ამბობენ, გაახალგაზრდავდა ინფარქტი, ხო? ინფარქტის განვითარება დიახ, ზოგადად გულსისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, თუნდაც გულის შემიური დაავადება, დიახ. აქამდე იყო ხოლმე სადღაც 55 წლის ზევით, 50 წლის ზევით, 40 წლის პაციენტები გვყავს, უფრო ნაკლები ასაკის პაციენტებიც გვყავს. ისევ და ისევ აი ამ რისკ ფაქტორების განვითარებით, ხშირი სტრესიც არის რისკ ფაქტორი. იმიტომ ის ყველაფრის კატალიზატორია. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნაადრევად განვითარებას ამ პრობლემების და ძალიან ახალგაზრდები გვყავს, მამაკაცებიც, ქალბატონებიც, რომელთანაც ნაადრევად ვითარდება ეს პრობლემები, დიახ. სამწუხაროდ კი. მაგრამ შეგვიძლია აი თანამედროვე ყველაფერი, ტექნოლოგია, ყველანაირი რესურსი გვაქვს, ლაბორატორიული მონაცემები, რომ დროულად მივხედოთ ამ ყველაფერს და მოწესრიგდეს, რაც ყველაზე მთავარია. გვაქვს ამის საშუალება დღევანდელ დღეს. ხო და აი პირველი დაუშვათ რას აი მაქვს გამიჩნდა ეჭვი რომ შეიძლება მე გულსისხლძარღვთა პრობლემა მქონდეს აი პირველ რიგში ალბათ რა თქმა უნდა კარდიოლოგთან უნდა გავიარო კონსულტაცია და აი რამდენად მნიშვნელოვანია დაუშვათ დატვირთვის ტესტი ხო ეს პირველადი ანუ დანიშნულების ასე ვთქვათ კვლევაა თუ რა ითვლება პირველად კვლევად დაუშვათ პირველადი და უპირველესი კი ბატონო ანუ ნახეთ შეიძლება კარდიოლოგთანაც არ იყოს პირველად პაციენტი მისული ოჯახის ექიმთან იყოს ამ სიტუაციაში, მაგრამ პირველი კვლევები ეს არის კარდიოგრამა, გულის ეხოსკოპია ელემენტარულად და ლაბორატორია, თუნდაც ქოლესტერინის დონე, გლუკოზის დონე, ანუ შაქრის დონე. ამ ყველა მონაცემით უკვე შენ დაახლოებით ხვდები რა რისკ ფაქტორები აქვს პაციენტს ამ მონაცემების გათვალისწინებით და ამ შემთხვევაში თუ ჭირდება კარდიოლოგის ჩართვა, რა თქმა უნდა მიდის. დატვირთვის ტესტი ტარდება, როდესაც ჩვენ უკვე ეჭვი გვაქვს, რომ არის გულის შემიორ დაავადებასთან საქმე, როდესაც დისკომფორტია გულმკერდის არეში, თუნდაც და დაკავშირებულია ფიზიკურ აქტივობასთან. მაშინ უფრო ინფორმატიულია ძირითად შემთხვევაში. მაშინ ვაკეთებ. ყველასთან ესე არა, მაგრამ გვეხმარება ძალიან დიდ პროცენტში, რომ გამოვავლინოთ თუ არის რამე პრობლემა დატვირთვის პერიოდში. ნანო, ხშირად მოისმენთ ხოლმე ძველებისაგან, რომ ჭკვიანი ხალხი იყვნენო კომუნისტები, იმიტომ რომ აიძულებდნენ ადამიანებს, მშრომელებს, რომ დისპენსერიზაცია წელიწადში ორჯერ მაინც გაევლოდო. ანუ ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა. მე მაინტერესებს
ინტერესებს რამდენად ფარავს საყოველთაო დაზღვევა იმ პირველად გამოკვლევებს, რომელიც აუცილებელია გულსიზრხთა დაავადებების პრობლემების აღმოსაჩენად. ნუ იქნება ეს კარდიოგრამიდან დავიწყოთ და დავამთავროთ კორონაროგრაფიით. კორონაროგრაფიას აფინანსებს, როდესაც მწვავე არის მით უმეტეს, რა თქმა უნდა, დიახ, საყოველთაო ამას აფინანსებს კი. რაც შეეხება ამბულატორიულ კვლევებს, ანუ გააჩნია რომელ კლინიკას მიმართავს, არის პოლიკლინიკები, სადაც უფასოდ უტარდებათ პაციენტებს, არის კვლევები, მათ შორისაც უფასოდ უტარდებათ. ხშირ შემთხვევაში ეს არის ოჯახის ექიმი, რომლის მიხედვითაც გინდება რა შედის ამ გამოკვლევებში და მაგის მიხედვით უტარდებათ ხოლმე. თუნდაც ეს არითმოლოგების კუთხითაც ვიტყვი, თუნდაც აი პეისმეიკერის იმპლანტაციაზე როცა საუბარი, მანდაც არის საყოველთაო დაფინანსება, ასე რომ ეს საკითხები ასე თუ ისე მოგვარებული არის. და ბოლოს გვეძლევა რამდენიმე წამი იმისათვის რომ შევაჯამოთ დღევანდელი თქვენი სტუმრობა და რას გვეტყვით საბოლოო ჯამში, რას ეტყვით მაყურებელს? მაყურებელს ვეტყვი, რომ ზოგადად გულსიზრხთა დაავადებები იქნება თუ სხვა პრობლემა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადად, როდესაც ნაადრევად რამე ტიპის პრობლემა იჩენს თავს, დროულად მივხედოთ, იმიტომ რომ გვაქვს იმის საშუალება, ეს ყველაფერი დროულად მოგვარდეს. რისკ ფაქტორები მინდა რომ გავითვალისწინოთ და დავიცვათ ეს ყველაფერი. მაგ შემთხვევაში კარდიოლოგით შეიძლება არ დაგჭირდეს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ნანო ემუყვარი გახდათ ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. საკმაოდ ინფორმატიული იყო ჩვენი სტუმრობა, ალბათ ჩვენი მაყურებელიც დაგვეთანხმება და თუ მართლაც გავითვალისწინებთ ყველა იმ აზრს, რომელიც ქალბატონმა ნანომ შემოგთავაზა, ალბათ მართლაც დავიცავთ თავს, ხო? არა, ეს აუცილებელიც, ამიტომ რომ ჩვენ და სამარცხვინოთ, ქართველთა სამარცხვინოთ, ანუ რა თქვა მე, რომ სანამ სიკვდილს არ დაიწყებს ქართველი, მანამდე ექიმთან არ მივა. აბა მანქანა დაამტვრევეს იმ წუთშივე გარბის პროფილაქტიკაში და აი თავის ჯანმრთელობას ძალიან მეორე მესამე ხარისხის პრობლემებს მიაკუთვნებს და ამიტომაც არის ის რომ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში საკმაოდ არასახელია. ხო, მაგრამ იცვლება ეგ დამოკიდებულება. მოდი პირდაპირ მერთმა ქნას რომ ასე იყოს. ტენდენცია ისეთია რომ იცვლება და ადამიანები უფრო ვაქცევთ ჩვენ ჯანმრთელობას ყურადღებას.